საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია სოლო. დიახ, ჩვენ დიდი ხანი არ შევხვედრივართ ერთმანეთს, აქედან გამომდინარე მე ვფიქრობდი, დიდი ხანი ვფიქრობდი იმაზე, თუ ვინ მომეპატიჟებინა, ასე ვთქვათ, პირველი სტუმარი, ვინ გახსნდა კლავ პროგრამას და თავისთავად ძალიან სასიამოვნოა ის, რომ საშუალებაც მომიცა, ანუ კიდევ პლუს დაემატა ამას მიზეზი კიდევ, ასე ვთქვათ, ჩემო ბატონო ირაკლი ჩარკვიანი, ასე ვთქვათ, ქართული პოპ მუსიკის გერერო მებრძოლი, ეს გახდათ მისი ახალი ალბომი, სავსე. ჩვენ ალბომზეც ვისაუბრებთ, საერთოდ ცხოვრებისა კრედოებზე და ბევრ საინტერესო თემებზე. და უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მოგზაურობთ. სიამოვნებით, მადლობთ თქვენ, რომ მომიპატიჟეთ, ასე ვთქვათ, და თქვენ იმედი მაქვს, რომ განახლებული პროექტი კიდევ უფრო და უფრო საინტერესო გახდება თანდათან. იმიტომ რომ საერთოდ დეფიციტი არის, მე მგონი, თანამედროვე მუსიკაზე საუბარი, როგორც ესეთი ძალიან ცოტა, რაც უფრო მეტი იქნება ესეთი ტიპის გადაცემები, სადაც თვითონ ანალიტიკის თვალსაზრისით, კრიტიკის თვალსაზრისით უფრო მეტი იქნება გარჩევა იმ პროცესების, თუ რა ხდება მუსიკაში. ამ თემას ახლა კი წარსული გავხსენოთ, ანუ ერთგვარი ბიოგრაფიული ჩანახატი. მეც შეხედავს სიამოვნებით. ირაკლი ჩარკვიანი დაიბადა თბილისში 1961 წელს. 1967-დან 74 წლამდე სწავლობდა მუსიკალურ შვილეთში. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ფაკულტეტი ამერიკული ლიტერატურის განხრით. 1991 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში გაიარა პოეზიის სრული კურსი. პირველი სიმღერა ირაკლიმ 15 წლის ასაკში დაწერა და თავის პირველ როკ-ჯგუფ არიშთან ერთად შეასრულა. მისი პოემები და ლექსები სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალებში. ირაკლი ჩარკვიანის მეორე ჯგუფის სახელწოდება საბავშვო მედიცინა იყო. ჯგუფმა მოსკოვსა და თბილისში ჩაწერა სიმღერები, თუმცა ალბომი გარკვეული მიზეზების გამო არ გამოცემულა. 1988 წელს ირაკლი საქველმოქმედო კონცერტებსაც მართავდა ბავშვებისთვის. 1999 წელს დაიბეჭდა ირაკლის მოთხრობების კრებული ძველი სათამაშოები. ის რეაქტიული კლუბის თანადამაარსებელიცაა, რომელსაც საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა თანამედროვე ქართულ პოეზიაზე. 1994-95 წლებში ირაკლიმ დაწერა მუსიკა ფილმისთვის ორფეუსის სიკვდილი. 1996 წელს კი დაჯილდოვდა პრიზით საუკეთესო ალტერნატიული მუსიკოსი კომპოზიციისთვის მაწვდომად. ირაკლის დღემდე გამოშვებული აქვს 4 ალბომი: სვანსონგი, აფენ, ამო და სავსე. მეოთხე ალბომიდან ჯერჯერობით ერთადერთ სიმღერაზე გადაღებული კლიპი ნანასი ამ არსებას ეძღვნება. ირაკლი ჩარკვიანს ჰყავს მეუღლე ქეთათო, უფროსი შვილი მაქსიმე და პატარა ნანა. ესეთი პატარა მოკლე ბიოგრაფია, ექსკურსი. ისე რა შეგრძნება, როცა ეს საკუთარ თავზე რაღაც ისეთ სიუჟეტს უყურებ. ძირა სასიამოვნოა, როცა გავხსენდება რაღაცები. ბიოგრაფია მაინც გავხსენებს რაღაც ბევრი ესეთ ნიუანსი შენ ცხოვრებიდან, რომელიც პრინციპში ხანდახან ესე გავიწყდება, ასე ვთქვა, და როცა ეს რაღაც ოფიციალურად ამბობენ, რომ ირაკლი ჩარკვიანმა გამოუშვა ეს ალბომი ამ წელს, უცებ გახსენდება ამასთან დაკავშირებით. პერიოდიც იყო რაღაც საინტერესო მითუმეტე. ხო, ეცი რა იგივე საინტერესო რამე მოხდა ჩემ ცხოვრებაში და იმდენად, რა ვიცი, იმდენ მრავალფეროვანი იყო თვითონ ჩემი კარიერა მუსიკალური, რომ მე მგონი, რომ ბიოგრაფიის დროს სწორედ ეს რაღაც ყველაზე უფრო ნათელი წერტილები უცებ ამოტივდება ხოლმე ჩემს გონებაში და რაღაც სიამოვნებას მარიჭებს, რომ აი რაღაც დავუშვათ რაღაც ალბომთან დაკავშირებით უცებ რაღაც გაგახსენდება, იმიტომ რომ მარტო მუსიკა ხო არ არის ალბომის წერა დავუშვათ, ეს არის მთელი როგორ გითხრა, რიტუალური რაღაცა, ესეთი დიდი აქცია, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ძალიან ბევრი ხალხი. მანამ სანამ ეს დასრულდება, შედგება და ამიტომ აქ ძალიან ბევრი რაღაც არის ესეთი სხვადასხვა ტიპის, ანუ შემოდის აქ სხვადასხვა მომენტები, მისტიკურიც კი ხანდახან, რომელიც რაღაცა ესეთი ნიშნების დონეზე გაუწყებს, რომ ეხა დროა, რომ ეს დაწერო, ეხა დაასრულო და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან
მე მგონია ხოლმე საერთოდ რომ აი ლაპარაკი როცა არის ადამიანის ცხოვრებაზე ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს ნიშნები, იცი, რომ აი რამდენად გძნობ შენ ამ ნიშნებს, რამდენად ზუსტი ხარ აღქმაში იმ ნიშნების, რასაც შენ პრინციპში გარემო გაუწყებს და შენ თუ გახსნილი ადამიანი ხარ და ნიჭიერი ადამიანი, ფაქტობრივად არის ადამიანი, რომელიც კარგად ხედავს ნიშნებს. ნიშნებსთან პლუს ამას ექსპერიმენტებიც მოძდებს, ხო? ამის გარეშე. აი მე ძალიან ისე საინტერესოდ მენიშნა სხვათა შორის შენი ბოლო ალბომის პრეზენტაცია მოხდა ლიტ კაფეში. ხო, ლიტ კაფეში, სადაც ძირითადად, რა თქმა უნდა, ძირითადად ლიტერატურული ნამუშევრების წარდგენა ხდება ხოლმე, ჩვენება და შეხვედრა. სხვათა შორის აი ჟურნალისტები სხვადასხვა არხებიდან მოვიდნენ და მკითხეს, თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდაო ესო? ახლა ჩემთვის პრინციპში უცხოს ამაში და გაუგებას მე ვერ ხედავდი, პირიქით ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ რამე თუ კარგად ვიცნობ, ასე ვთქვათ, შენ შემოქმედებას, ჩემთვის შენ არა მარტო მუსიკოსი ხარ, პლუს კიდე ლიტერატორი, პოეზია და სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით მაინც მაქვს შეკითხვა, სად არის ეს ცალკე კრებულები, არის გეგმაში რომ ეს გამოიცეს ლექსად, იმიტომ რომ იმას სხვა დატვირთვა, სხვა სიმძიმე აქვს, სხვა სილამაზე აქვს. რა თქმა უნდა, არის იცი კრებული, რაც პოეზიას შეეხება პრინციპში, არის ესეთი იდეა, რომ გამოვიდეს აი ამ წლის ბოლოს ლექსები ჩემი. და ალბათ ეს არ იქნება მარტო ლექსები, ეს იქნება სიმღერის ტექსტები. აი ყველა პრინციპში პოეტური ტექსტი, რომელიც მე შემიქმნია ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ალბათ შევა რაღაც ერთ გამოცემაში და მე ვთქვი, რომ საინტერესო იქნება, იცი, არ მინდოდა, რომ ეს გრადაცია ყოფილიყო, რომ აი დამერქმია იმ ვიღაცეებისთვის პოეზია და ამ ვიღაცეებისთვის lyrics, როგორც ინგლისელები ამბობენ. ამიტომ აურია ეს ყველაფერი ფაქტობრივად და კომპიუტერში მაქვს ისე, იცი, როგორ ერთმანეთთან დამეგობრებულნი არიან, ასე ვთქვათ, ლექსები და სიმღერის ტექსტები. ამიტომ როცა გამოვა ეს წიგნი, ალბათ გამოვა ესეთი სახით, ანუ არ იქნება ესე გაყოფილი, რომ აქეთ არის პოეზია და აქეთ არის სიმღერის ტექსტები. ანუ ეს ერთიანი რაღაც ხეული მინდა რომ იყოს, ალბათ დაახლოებით 100 პოეტური ტექსტი შევა და ნუ ვინც ახლა თაყვანისმცემელია დავუშვათ ჩემი პოეზიის და ვისაც უყვარს პოეზიის კითხვა, უბრალოდ იმას შანსი იქნება რომ წაიკითხოს და აგრეთვე იმ ფანებისთვის, ვისაც საერთოდ უნდა რომ იცოდეს ჩემი სიმღერის ტექსტები, ანუ კონდეს სახში, იმათაც შანსი ექნებათ რომ ეს ტექსტები კონდეს სახში და თუ მოუნდებათ მე ამ ტექსტებზე იმღერონ. ძალიან კარგი. ასე რომ არის ესეთი იდეა. იდეა არის, ну, თავისთავად მithumetes წლის ბოლოს, ესე იგი შეიძლება. ხო, ალბათ იცი, მაინც მე მინდა რომ ხო რაღაც წლის ბოლოს მოხდეს რატომღაც აი ესე მაქვს ჩაფიქრებული, არ ვიცი რატო, ეს რაღაც ნიშნების გამო. მე ნიშნა, ასე ვთქვათ, რომ წლის ბოლოს კარგი იქნებოდა. აჰა, ძალიან საინტერესოა. მე ნამდვილად არ მეგონა თუ დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა რაღაც გარკვეულ ნიშნებზეც მოგვიწევდა საუბარი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა ცოტა ფავორიტებზე მინდა ვისაუბროთ მუსიკის ხო რა თქმა უნდა პოეზიაში ლიტერატურაში ჩემი აზრით მაინც ეხლა ეს არტი ანუ ხელოვნება ეს სადღაც ნუ ერთი სხეულია უბრალოდ სხვადასხვა გამოვლინებები აქვს მას რაღაცაში სიტყვაზე ვიზუალურად გამოვლინდება და რაღაცაში გარკვეული მგერის ნიშნით და სხვათა შორის აი ჯიმ მორისონზე შეკითხვაზე თუ ვინ არის შენი ასე ვთქვათ ვის მიიჩნევ ну არც კი ვიცი სიტყვა ალბათ შენ უფრო კარგად გამოხატავ თუ ვინ არის ეს პიროვნება ვინც უნდა იყოს აღნიშნა ჯიმ მორისონი სხვათა შორის აი ძალიან არა მარტო მე სიამოვნა არამედ სადღაც ვიგრძენი რომ რაღაც შეიძლება საუბარმა მოიტანოს კიდევაც რაღაც გარკვეულ ნიშნებზე და აქედან გამომდინარე ცოტა მოგვიანებით ჩვენ ამ თემას დაუბრუნდებით. ეხლა ჩვენ გვაქვს საშუალება ვიხილოთ მორისონზე, ასე ვთქვათ, პატარა ჩანახატი. ძალიან კარგი სიამოვნება. მუსიკოსი, რომელმაც ბევრ მუსიკოსზე მოახდინა შთაბეჭდილება. პიროვნება, რომელიც გავლენას ახდენდა ადამიანებზე თავისი ქცევით, ლირიკით და მუსიკით. მუსიკოსი, რომელმაც შექმნა კულტის სახელად დორს.
Come on, baby, light my fire. Come on, baby, light my fire. 1965 წელს ჯიმ მორისონის შემთხვევით შეხვდა რეი მანზარეკს, რომელსაც უკვე ჰყავდა ჯგუფი სახელწოდებით Ricky and the Ravens. ჯიმი მათ შეუერთდა და იმავე 1965 წელს ჩაწერა სიმღერა Break On Through. Break on through to the other side. Break on through to the other side. Break on through to the other side, yeah. იმ პერიოდში ჯიმ მორისონი და რეი მანზარეკი მე-18 საუკუნის პოეტისა და მხატვრის უილიამ ბლეიქის შემოქმედების გავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეულნი. If the doors of perception were cleansed, everything would appear to man as it is. Infinite. William Blake. აღქმის კარი. სწორედ ამ ფრაზის გავლენით გადაერქვა ჯგუფს სახელწოდება. დორსის და ჯიმ მორისონის აღქმა მართლა განსხვავდებოდა იმდროინდელი კონსერვატორული ამერიკის ცნობიერებისგან. ჯიმ მორისონის მამა სამხედრო გენერალი იყო, თუმცა მორისონი ყოველთვის ამბობდა, რომ მშობლები არ ჰყავდა. ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელო პროტესტის გამოვლენა იმ მრავალრიცხოვან პროტესტებს შორის, რომელსაც ის მთელი თავისი ცხოვრება თავისი შემოქმედებით და ცხოვრების წესით გამოთქვამდა. ჯიმის აღქმის კარი განსხვავებული იყო. ბავშვობაში მორისონი მომსწრე გახდა, როგორ დაიღუპნენ ინდიელები ავტოკატასტროფაში. სწორედ მაშინ იგრძნო პატარა ჯიმიმ, როგორ გადასახლდნენ ინდიელთა სულები მასში. აქედან მოყოლებული ინდიელთა სიმბოლიკა და თემატიკა მის ცხოვრებაში ძალიან აქტუალური გახდა. ჯიმ მორისონი იყო და დარჩა ლეგენდა. ოფიციალური ცნობების მიხედვით ის 1971 წელს გარდაიცვალა გულის შეტევით და პარიზში პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაიკრძალა. თუმცა მისი ცხედარი არავის უნახავს. It's all over. The war is over. It's all over. War is როგორი შთაბეჭდილება. აი სულ თავიდან რო დაგეწყო პრინციპში, ხო, შეიძლებოდა რამე, იმიტომ რომ ამ გადასახედიდან ახლა თავისთავად ბევრი რაღაცები იცვლება, ხო? აი სულ თავიდან, აი პრინციპში ალბათ კარგად გახსოვს, როდესაც მოხდა ეს პირველი ჩანაწერების გაკეთება, პირველი აი თუნდაც ის განცხადება, საკუთარ თავს როცა განცხადებ, რომ მე ეს მინდა და ეს ჩემი გზა არის, ჩემი ცხოვრებისეული გზა, ჩემი კრედოა, ჩემი მწამსია. იცი რა არის, მე მგონია რომ იმდენად ჩემთვის აი სწორედ მორისონში იცი რა, იმდენად შერწყმული არის პოეზია მუსიკასთან და იმდენად ეს არის მისი სულიერი სხეული, თუ შეიძლება ასე თქვა, იმდენად ერთიანია ეს ადამიანი თავის აი ამ როგორ გითხრა, იცი იმასთან თუ რასაც ამბობს, ის არის ის, რასაც ამბობს, ანუ ის ფაქტიურად მთლიანად სულია, მთლიანად ერთი რაღაც სუბსტანციაა. ანუ პოეზია და მუსიკა შერწყმული სინთეზურად, აბსოლუტურად ერთმანეთში. ამიტომ რა ვიცი, მე მგონია რომ მე ფაქტიურად იგივეს გავაკეთებდი, რასაც ვაკეთებ, ანუ მე რას ვაკეთებ, მე ვაკეთებ იმას, რაც ვარ. მე მეც არაფერს არ ვაკეთებ ამის გარდა და მე ვარ ვიბრაციების ნაზავი სიტყვებთან, ანუ მუსიკის ნაზავი გარკვეულწილად რაღაც და გარკვეული კონცეფციის. ხო, ფაქტიურად იცი რა არის, მე ვარ ნაზავი სიტყვების და ბგერების მეტი არაფერი და ამიტომ არ ამგონია რომ მე რაღაც სხვა გზა ამერჩია და ისეთი რაღაც დიდი მეცნიერი გამოსულიყავი, ან ყოფილიყავი რაღაც აი მათემატიკოსი მაგალითად ან ექიმი. მე მგონია რომ მაინც მე ყოველთვის სურვილი მექნებოდა რომ გამოსულიყავი სცენაზე და მომეყოლა ჩემი შეგრძნებების შესახებ. მე თქვა თუ როგორია სამყარო, როგორია ჩვენი დღევანდელობა. გესმის, აი ეს ყოველთვის ბავშვობიდან რაღაცა ეს შეგრძნება მქონდა, რომ მე უნდა მოვყვე.
მე უნდა უთხრა ადამიანებს, რომ აი მე უნდა შევატყობინო მათ იმის შესახებ თუ რას გრძნობ მე. არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ეს, მაგრამ მაგრამ მე ყოველთვის გრძნობდი, რომ ესე არის აუცილებელი რა თქმა უნდა. აი საკმაოდ ისეთი მოწოდებითი ხასიათის ალბომი, ანუ ყოველ შემთხვევაში სათაურები, ხო? აი სათაურები დრო, რბოლა და ერთი კომპოზიცია ალბათ ყველაზე ყველაზე ფაქიზი. თავისთავად მე ძალიან კარგად მესმის მამის გული და ასე შემდეგ. კომპოზიციას ქვია ნანასი. ნანასი. აი ბავშვის გაჩენა თავისთავად, ხო? იმიტომ რომ ჩვენ წინა შეხვედრა გქონდა კეთათოსთან ერთად, მაშინ ზუსტად ის პერიოდი იყო, როცა კეთათავ ემზადებოდა. ალბათ ყველაზე დიდი სასწაულის ხო, იგარგული გავრცელებას მოხდა მახსოვს, რომ რაღაც დიეტაზე ვისაუბრეთ, ანუ თუ რას მიირთმევს ირაკლი ჩარკვიანი, ირაკლი კეთათოს კითხე და კეთათომ თქვა, რომ მას უყვარს ხორციო, შემწვარებდა, ამას მოყვა რეპლიკა, რას ამბობ? მე ხომ პრინცი. თავისთავად მე გილოცავ. დიდი მადლობა. სურს გამოვიყენოს პირდაპირ ეთერი, იმიტომ რომ ჩემთვისაც ისევე როგორც ყველა ნორმალური ადამიანისთვის საკმაოდ დიდი ფაქტია ცხოვრებაში. ძალიან დიდი ფაქტია და დარწმუნებული ვარ, აი რა კი ერთ კომპოზიციაში გამოისახა, მით უმეტეს ამას რა კლიპიც აქვს, ხო? მე არა მაქვს სხვათა შორის კლიპი ნანახი. და ჩვენ გვექნება საშუალება ვიხილავ და სხვათა შორის აი სპეციალურად მოვიტოვე ის, რომ სულს აი მაყურებელთან ერთად, იმიტომ რომ ბევრი მათგანი ახლა ასევე პირველად იხილავს ამ და ძალიან სასიამოვნოა, რომ მოწონებით სარგებლობს ყოველ შემთხვევაში მე ესე მესმის. გვაქვს საშუალება და იმედია ნახავთ კიდევაც. ეხლა ეს გიომ გელაძის ნამუშევარი. ხო, გიომ გააკეთა და რა ვიცი, იცი, რამდენად სპონტანური ნამუშევარი იყო, თვალსაზრისით, რომ აი ნიშნებზე რო ლაპარაკობთ მე და შენ და მორიცანს. ესე იყო რა ძალიან სპონტანურად მოხდა, მე და გიო შევხვდით, უბრალოდ და გიომ მოისმინა ეს სიმღერა და მითხრა რომ მე იცი უკვე გადაფაქტოდ გადაღებული მაქვს, ვიციო უბრალოდ ეს რა არისო და ხერება წამოდი ნახოთ გიო რა იცი შენ და ნუ ეს იყო ფაქტურად ერთი ღამე ჩემი და გიოს ურთიერთობის, როცა ჩვენ დავადგინეთ თუ რა იცის გიო ამ სიმღერის შესახებ და რა მგონია მე სიმღერის შესახებ და ნუ უკვე როცა შევთანხმდით, მივხვდით რომ თემდებოდა და ეს ვიდეო მზადდება. ფაქტიურად ხო, ისე ჩვენ ის პრობლემატური ერთადერთი საკითხი პრობლემატური კი არა ის რის გარშემოც ტრიალებდით ამ ვიდეოში იყო დრო. და დროის სიმბოლო სწორედ არის აი ტიბეტელი გოგონა პატარა, რომელიც ამშვენიერად ასახავს, იქ უკვე იწერება დრო და არის უკვე ძალიან ესე ვიზუალურად ნაჩვენები ეს მომენტი, რომ ფაქტიურად აი ეს არის ის ცენტრი, რის გარშემო ჩვენს ყველა ვიკრიბებით, ანუ აი ამ დროის გარშემო, რომელიც ფაქტიურად არ არსებობს და ყველგან არის აბსოლუტურად სხვადასხვა დრო. ჩვენ ამ დროში ვართ განზავებულნი, ამიტომ აი ცენტრი რაშიც ჩვენ ვიყავით განზავებულნი დავით ამ ვიდეოს კეთების პროცესში ეს იყო დრო და სიმბოლურად აი ეს გოგონა სწორედ იყო აი ამ დროის სიმბოლო ასე თქვა და აი ამ გოგონას გარშემო შეიკრა ეს ვიდეო ასე თქვა აქ არის გიოს შვილი იღებს მონაწილეობას ლუკა და მისი სიყვარული არის ზანგ გოგონასთან და არის კიდევ ერთი გოგონა რომელიც არის დროის სიმბოლო და იქ არის ბოლო უკვე ფინალი სადაც არის უკვე აი დროის ბოლო ასე ვთქვათ. ანუ აი ამ რაღაც ხაზის ბოლო, სადაც ორი მოხუცი ქალბატონი და მოხუცი ტიბეტელი კაცი ძალიან ისეთი სერიოზული გამომრეწველებით, ანუ ისეთი საკმაოდ როგორ გითხრა, განსხილოსნებული გამომრეწველებით სხედან და ეს არის სწორედ ის ბოლო, ის ფინალი აი იმ სიყვარულის, რომელიც დასაწყისში არის უხორფა და ძალიან ახალგაზრდა. ძალიან საინტერესოა. And love with love. Share, I'm sick, but snow. Swallow
ხარცდება ნაპირებს დღეს ისევ წვიმას აპირებს სიყვარული მოაქვს ჩვენთვის დროს შენგან არაფერს ვიტყოდი მე მხოლოდ შენზე ვფიქრობდი სიმღერა არ მანებებდა მოდი ჩემთან მოდი ჩემთან მოდი ჩემთან shine and love be true shine I'm sick but snow Odi male Odi chanta Odi chanta It's never been a good comic question, Rasit Fadi. Shengan Arabers with Khudi. Ben Kholot Chanzo Fikrobdi. Simhara Armanebda. Shine and love be true. Shine, I'm sick, but snow. Body mine, body gentle, body gentle. Body gentle, body gentle. Body gentle, body gentle. Body gentle, body gentle. Body gentle, body gentle, body gentle, body gentle. Body gentle. თან იცი რა მომენტონა ყველაზე მეტად რომ აქ არ არის რაღაც ეგ პასტანოვა ჩდირა. ფაქტიურად არის კლიპი შედგება იმისგან, ისგან შედგება ჩვენი ცხოვრება. აი სივრცეები, ის არაჩვეულებრივი ახლა მეც გამახსენდა ლამაზი ადგილი. და ის გამახსენდა სხვათა შორის რომ ახლა მაყურებელი ყავს ჩვენ პირდაპირ ეთერში. ავიღო ხომ? კი, ნამდვილად გჭირდება ყური. ალო. გამარჯობა. გამარჯობათ. მე ძალიან მინდა უპირველეს ყოვლისა ორ ჩემო ძვირფასეს ადამიანს მოვიფერ. მე ვარ ნიკა მემანიშვილი. ნიკა, გამარჯობა. გამარჯობათ. გამარჯობა. მე ვიცი რომ ეს არ არის თქვენთვის საერთოდ დროში განსაზღვრული იმ ხასიათის ზარი რომ გამოვხატოთ ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულებები, უბრალოდ
ძალიან გამიხარდა თქვენი დანახვა, ძალიან მიყვარხართ და უზარმაზარი შემოქმედებითი და პატივისცემა და სიყვარულს ისახურებს შენი შემოქმედება. დიდი მადლობა. ძალიან დიდ და ჩემთვის არ ვიცი. აი იმ ჟანრში, რომელ ჟანრში, ახოთი ჟანრის განსაზღვრებაზეც მუსიკოსები ძალიან ბევრს დავუმე ხოლმე საერთოდ, რომელიც ეს სასწაულთუნაშია. ჩემთვის არსებობს ჟანრი, რომელსაც ქვია ირაკლი ჩარკვიანი და მე ეს ჟანრი მუსიკაში ძალიან მიყვარს. დიდი მადლობა. მაგრამ მე ვეკავ კიდე ერთი რამის გამო, უბრალოდ პირდაპირ ეთერში მინდა რომ რაღაც გთხოვო. მოდი, გთხოვე. ესე იგი არსებობს ხო რაღაცა კლასიკურ მუსიკაში არის რაღაცა გამოცდილება ისეთი ჟანრის ადამიანის როგორც არის ირაკლი ჩარკვიანი რაღაც ინტეგრაცია და მე რაღაც დიდი ხანია ჩემი დამოკიდებულების გამო რაღაცა ერთი ექსპერიმენტული პროექტი მაქვს რომელიც დაკავშირებულია კლასიკური შემადგენლობის ორკესტრთან და იმ ჟანრთან რომელიც ხარ შენ ასე რომ თუ რა თქმა უნდა სურვილი გექნება მე დიდი სიამოვნებით აი ამ პროექტის დეტალებს კერო და აი ამ რაღაცა მუსიკალურ ამბავზე დაგელაპარაკე სიამოვნებით ნიკა ძალიან დიდი სიამოვნებით დამირეკე უბრალოდ და დავილაპარაკოთ მე სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას და ასევე რაღაცა განსაკუთრებით მახსოვს ჩემ ერთადერთი რაც მინდა რა არის აი მაგახსოვს მოსკოვის ჩვენი გასტროლი როგორ არ მახსოვს რა და მოვიდა ჩემი კონცერტი ყველაზე განსაკუთრებით იმ ადამიანებს შორის მილოცავს ხოლმე არა რაღაც კონცერტის მე ყველაზე განსაკუთრებით მახსოვს ის დამოკიდებულება და ის სიტყვები რომელიც შენი მხრიდან იყო მაშინ იმ კონცერტის მიმართ და ძალიან დიდი მადლობელი ვარ დღესაც დიდი მადლობა ნიკა სხვათა შორის ორივე გეფერებით ძალიან მეც გოცნი ნიკა ძალიან კარგი ადამიანი ხარ და უნიჭიერესი ადამიანი ხარ და ამიტომ რა ვიცი შენთან მუშაობა გამიხარდება ყოველთვის როცა არ მეტყვი ასე რომ დიდი მადლობა ჩემო კარგი და დიდი მადლობა რომ თქვენ არსებობთ ძალიან მიყვარხართ დიდი მადლობა ნიკა სხვათა შორის დღეს საუბრობდი თქვენ პერსონასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ახლო მომავალში თქვენ ხართ განსაზღვრული დასაპატიჟებლად განწირული ასე მოემზადეთ ერთ-ერთი მსხვერპლი ნიკა იქნება დიახ არა ნიკა არის უნიჭიერესი ადამიანი იმიტომ რომ მართლა ეს ერთი-ორჯერ აი მოსკოვში ერთად ვიყავით აი ნიკას პერფორმანსი ნახე პიანოსთან დამოკიდებულება არის ძალიან ორიგინალური ყოველ მხრივ ადამიანი, იმიტომ რომ თვითონ დამოკიდებულებაში იმდენად ორიგინალურია ინსტრუმენტა, რომ არ ვიცი, მე პრინციპში არც მინახე ასეთი დამოკიდებულება, როგორც ნიკას აქვს, ესე ტექნიკურად არის ძალიან სრულყოფილი. და თან არის, იცი, ამ ტექნიკურობასთან ერთად არის აი თავისი სულიერების რაღაც გამოხატვა. შეუძლია, იცი, აი იმდენად, ხო, არა, იცი რა არის, რბილიც არის და იცი როგორი აგრესიულობაც წამოვიდა, აი რომ უყურებდი ხოლმე, აი რომ შევხედე იმ პერფორმანსს რაც ქონდა ნიკას, აი ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ აი ყველაფერი იყო ფაქტიურად და მე რაც მიყვარს მუსიკაში, ანუ იყო ის სისავსე რაც თან ახლოს დავუშვით კლასიკურ სკოლას და ის სირბილე ამასთანავე ერთად იყო ფაქტიურად ის აგრესია რომელიც თან ახლოს როკ მუსიკას და იმ მუსიკას პრინციპში რასაც პროტესტის პოსტმოდერნის პერიოდმა პლუს ამიტომ აი ნიკაში ეს არის ძალიან კარგად შერწყმული ამიტომ მე ვთვლი რომ ეს არის ძალიან საინტერესო იქნება მithumetes აი ესეთი სინთეზი ყოველთვის არა ნიკასნაირ ადამიანთან მე ყოველთვის მე სიამოვნება მუშაობა იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან ნიჭიერი კაცია ხო და რა ვიცი რა შეიძლება ერთი ნიშანი აი ნიშნებზე საუბრობდით და ნიშანიც მოვიდა ხო თავისთავად შენი შემოქმედებიდან ახლა ჩემთვის პირადად მე 4-ვე ალბომი ნამდვილად ეს არ არის ლიდონის სიტყვები არც ქება და ქება ეს არის ჩემი პირადი სუბიექტური დამოკიდებულება და მე უფლებას ვიტოვებ რაღაცა მომწონდეს უფრო რაღაცა ნაკლებად და შეიძლება არც მომწონდეს ხო ეს რა თქმა უნდა ხო ისეთი ადამიანური ნორმალური მომენტია აი წინა ალბომი ჩემთვის იყო რაღაც ერთგვარი მაგ გარკვეული გვირგვინი მე სადღაც ვამაყობდი კიდევაც იმიტომ რომ ის ფირმა ასე ვთქვათ ჩემი საუბრობდი მეგობრები როცა რაღაც საერთოდ მუსიკაზე საუბრობდი რა თქმა უნდა მე ამაყობდოდა მე შემეძლო რაღაცა წარმედგინა ჩემი იმ კულტურის წარმომადგენელი ნუ რა თქმა უნდა ვარ ხო მეც რა გარკვეული სიტყვა მეთქმის და ვამბობდი რომ აი ეს best of
და აი სულ ჩვენ ამაზე ადრეს გვისაუბრია. შეიძლება ეს ისევ ნიშანი იყოს, მე მაინც მე პირადად მაკლია შეიძლება პუბლიკას სრულებით არაკლია, აი ეს ბარდი. ის ასე ვთქვათ აკუსტიკური კომპოზიციები, რომლებშიც აი ეს ლირიკა არაჩვეულებრივად მჟღავნდებოდა და თვითონ კომპოზიციები, აი ჩემთვის ძალიან სავსე იყო. მე მახსოვს ის ერთ-ერთი პროექტი იყო, მეორე არხზე განხორციელდა, მაშინ რაღაცა ლაივი იყო, უბრალოდ დიჯეი შენ, გიტარი, დიდი კეპი გეხურა თავზე და იყო აი ბოლომდე თავისუფლება, ბოლომდე სიტყვა ნათქვამი და სიმღერა ნამღერი. ხომ არ გაქვს გეგმაში, ანუ ოდესმე ხო არ გიფიქრე ამ თემაზე. იცი რა არის, იმდენად ახლოს ვარ ჩემს გიტარასთან, ანუ ის სახში ყოველთვის ჩემს გვერდით არის, ანუ არანაირი სიშორე არ მიგძნია. ეხლა სტუდიაც სახში და ხო, ყველაფერი სახში მაქვს, ანუ შემიძლია ჩემ გიტარასთანაც ვიურთიერთო და ამიტომ არ მქონია ეს შეგრძნება, რომ ჩვენ დავშოვდით რაღაც მომენტში დავშოვდით ჩემი გიტარა ერთმანეთს. უბრალოდ იცი რა არის, როცა ეხლა სცენიურ მომენტებზეა ლაპარაკი, ამ ეტაპზე მაგალითად ჩემთვის უფრო მოსახერხებელია მართალი რომ გითხრა, რომ მე სცენაზე არ დავუკრა გიტარაზე და უბრალოდ უფრო მეტი ყურადღება მივაქციო ჩემ ვოკალურ რაღაც როგორ გითხრა ესე იგი, აი იმ ნიუანსებს, რომელიც პრინციპში მე ამ წუთას ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, ვიდრე აი როცა მე პერფორმანს ვაკეთებ გიტარასთან ერთად, ანუ როცა მე უკრავ და ვმღერი ერთად. იცი რა, ეხლა თუ იქნება რაღაც კონცერტივით ალბათ შეიძლება იყოს რაღაც დავუშვათ ის რომელიც ამ ალბომს ასე ვთქვათ რაღაცნაირად წარმოაჩენს. შეიძლება მე არ უკრავდე გიტარაზე და უბრალოდ მღეროდი ასე ვთქვათ მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ რომ იცი რა არის რაღაც ნიუანსები რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი წარმოსახო და წარმოთქვა, როცა შენ უინსტრუმენტოდ ხარ. ანუ შენ ხარ მხოლოდ და მხოლოდ შენი სული და მხოლოდ ის ბგერა, რომელსაც გამოსცემ. ამიტომ შეიძლება რომ აი უფრო ამ მიმართულებით იყოს ლაივი თუ გაკეთდება და ის შენ რასაც ამობ, ის იმდენად ჩემთვის ორგანულია გიტარასთან ერთად ირაკლი ჩარკვიანი, ანუ აკუსტიკური გიტარა და ჩემი ხმა და მე და აკუსტიკური გიტარა ერთად, რომ ამაზე პრინციპში არც გქონია არასოდეს პრობლემა, იმ თვალსაზრისით, რომ არ მქონია ყველაფერი ეს ხდება და ხო და ამიტომ არც ის შეგრძნება მქონია, რომ შეიძლება ვიღაცას უნდოდეს, რომ მე დამინახოს მხოლოდ გიტარით ხელში და თუ ესეთი შეგრძნება გაუჩნდა ბევრ ხალხს და თუ ეს მე ვიგრძენი ეს მოთხოვნილება არსებობს საზოგადოებაში, მე სიამოვნებით ესეთ აკუსტიკურ, ანუ ბარდული ტიპის საღამოს ჩავატარებ რომელიმე კლუბში, ანუ არანაირი პრობლემა. ჩემს აზრით არაჩვეულებრივი იქნებოდა ასევე, პლუს კიდევ ამას თუ იმას დავამატებთ, რომ მაინც რაღაც გარკვეული დაუკმაყოფილების გრძნობა ყოველთვის გრჩება, მით უმეტეს როცა ლიტერატურულ კაფეში ხდება ალბომის წარდგენა. გამოდის მუსიკოსი, ლიდერატორი, ну ჩვენ შეგვიძლია ასე ვთქვათ ლირიკა მოვისმინოთ, ისე შესრულებაც ყველაფერი, მაგრამ მე მაინც ვატყობდი და ყველა ველოდებოდით, რომ ალბათ აი ახლა მორჩება საუბარი და ირაკლი აიღებს გიტარას, იმიტომ რომ ალბათ ალბომის პრეზენტაციას ეს თან და ზდევდეს შენ ამით სტერეოტიპები დაარღვე თუ აი რატომ არ მოხდა ლაივი. ცირატო, იმიტომ რომ პრინციპში ეს იყო ფაქტიურად წარმოდგენა უბრალოდ იმ მასალის, რომელიც მე გავაკეთე, სტუდიური მასალის წარმოდგენა. ეს არ იყო კონცერტი, ანუ ის პრეზენტაცია, სადაც გესმის უნდა წარმოადგინო შენ მუსიკალურად ის, რაც გააკეთე. მე უბრალოდ წარმოვადგინე მასალა გასაყიდად, ძალიან პრიმიტიულად რო გითხრა და მიმართულება უბრალოდ ჩემი იდეურად, ჩემი მიმართულება იმ თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი, რომ მე მინდოდა რომ ეს ყოფილიყო უფრო ლიტერატურული ეს წარდგინება და ნაკლებად მუსიკალური. აი ეს იყო კონცეფცია. ანუ მე მინდოდა რომ თვითონ მსმენელს და იმ ადამიანებს, ვინც იქ მოვიდნენ, მეტი ყურადღება მიექციათ საერთოდ ლიტერატურისთვის, ჩემს ალბომში და საზოგადოდ ქართული ლიტერატურისთვის თანამედროვესთვის. და ამიტომ იყო ეს მშრალი, ასე ვთქვა და მოშორებული მუსიკას. ანუ პრეზენტაცია დავუშვათ კონცერტი, რასაც შენ გულისხმობ, რაც ნორმალურია ფაქტიურად მსოფლიოში, როცა პროექტი კეთდება მუსიკალური. მე მინდოდა რომ ყოფილიყო ესეთი პრეზენტაცია და რაღაც იყო ამაზე ლაპარაკი დავუშვათ რომ
რომელიღაც ტელევიზიებთან, ვიღაც ადამიანებთან, ვისაც უნდა მოეგვარებინა ეს პრობლემები და ესეთი კონცერტი უნდა ყოფილიყო და შეიძლება იყოს აი ამ 2 თვის განმავლობაში, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემზე არ არის საუბედუროდ დამოკიდებული, იმიტომ ამას გარკვეულწილად ჭირდება ორგანიზაცია, რაშიც მე შენ მოგეხსენება ძალიან მოვისუსტებ და ამიტომ ეს იყო ლაპარაკი რაღაც უბრალოდ ექსკლუზივზე, ვიღაც ტელევიზიისთვის მიცემაზე ამ ექსკლუზივის და გარკვეულწილად იმათ უნდა მოეგვარებინათ ის პრობლემები, რაც ხო იცი, ნუ აი ეს მენეჯმენტი და ეს რაც ყველაფერი, მე ფაქტიურად ამაზე არ შემიძლია, რომ ამაზე ვხარჯო ენერგია ამ ეტაპზე, არა მაქვს იმდენი ენერგია, რომ ვიმუშაო იმაზე, რომ კონცერტი დავგეგმო, ეს უნდა დაგეგმოს ვიღაც ადამიანებმა და თავის ხო იცი რა, მე არ მინდა უბრალოდ ამაზე დავხარჯო ენერგია, რომ ძალიან ბევრი მაქვს ისეთი რაღაცები გასაკეთებელი, რაც ჩემთვის უფრო ფასეულია ამ წუთას და იმდენი იდეებმა განსახორციელებელი, რომ უბრალოდ მეწოდება ჩემი დრო იმისათვის, რომ იცი აი ამაზე დავიხარჯო და თუ ეს იქნება იმ თვალსაზრისით გაკეთებული, რომ ეს მოგვარებული იქნება ყველა ის წვრილმანი პრობლემა, რაც ეხება გესმის ამ კონცერტის გაკეთებას, ფინანსურ მხარეს, ასე ვთქვათ, სულ ყველაფერი, მე დიდი სიამოვნებით წარმოვადგენ ამ ალბომს უკვე ცოცხალი შესრულებით, თუ ეს მოხდება ასე, იმიტომ რომ მე ველოდები, მე ვიცოდი, რომ ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო საიდანაც ეს წამოსული ეს ინფორმაცია ჩემთან, რომ აი ირაკლიც რა ჩვენ თანახმავართ ამაზე და ნუ აი მაშინ ეს ყველაფერი მოხდებოდა, მაგრამ ამ ინფორმაციამ ჩემამდე ჯერჯერობით არ მოაღწია და ამიტომ არც კონცერტი ჯერ არ არის პრინციპში ეს ჩამოყალიბებულად. ნუ ნახოთ, დაველოდოთ ინფორმაციას. დაველოდოთ დრო გვაქვს და ეხლა კი ჩვენ გვაქვს მასალა მოვლენა. სოლო მოვლენა პირდაპირ ეთერში, მოდით ვნახოთ. ამ ფაქტს, ანუ ახალი ალბომის გამოსვლას ირაკლი ჩარკვიანის თაყვანისმცემლები 2001 წლიდან ელოდნენ. ალბომის პრეზენტაცია ლიტერატურულ კაფეში 4 თებერვალს გაიმართა, სადაც ერთი საინტერესო ფაქტიც გაერკვა. ალტერნატიული მუსიკის ვეტერანი წარმომადგენელი სტუდიის გაკეთებას გეგმავს. ეს შეიძლება არ იყოს ჩემი მუსიკა, მაგრამ ეს იქნება ჩემ ხელში გაავლილი მუსიკალური პროდუქცია. ამიტომ დღეს ვაცხადებ პირველად, რომ არსებობს ესეთი ლეიბლი, რომელსაც ქვია Mango Dango Music. და ამ ეს ლეიბლი ფაქტობრივად არის რაც შეეხება ირაკლი ჩარკვიანის ახალ ალბომს სავსე. მეცემა დღეიდან მაგის ალბომის შესაძლებლობა გარჩევისა, სანამ ნამდვილი მუსიკა, ნამდვილი შემოქმედება და საკალბი და როდოხეთურია. ჩემთვის ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა არის ქართული თანამედროვე მუსიკის დაბადება. დიდი მადლობა რომ არსებობ, დიდი მადლობა. ძალიან მიყვარხარ! აი დაახლოებით ასეთი რეპლიკებით მიმდინარეობდა ირაკლის ალბომის პრეზენტაცია. მოკლედ ალბომის გამოშვების ფაქტით აშკარად კმაყოფილები იყვნენ დამსწრე საზოგადოებას და თვითონ ირაკლიც. ჩემი წინანდელი წელი იყო სავსე დაბადები, იყო სავსე სიკვდილი, იყო სავსე სიყვარული. ანუ გასულ წელს ირაკლი ჩარკვიანის ცხოვრება სავსე გახდა. პატარა ნანას დაბადებიდანაც. მეგონი მამიკოს ხანდახან ძალიან სანდახან დედიკოს, მაგრამ მაინც ასეთი ოჯახი შემმერი დავინახე ზუსტად ჩემი თავი მიყურებდა. უბრალოდ ჩემია ეს. Why me მომაგლიჯა უბრალოდ. ისე როგორ მიდის ალბომი? ნუ მე ვგულისხმობ როგორ გიყიდება და საერთოდ იყიდება. იცი არ იყიდება აი ამ ლიტერატურულ კაფეში, იმიტომ რომ იცი რა, ამ გამოცდილებით, ჩემი გამოცდილება ფაქტობრივად საკასეტო ისიც გადავწყვიტე მაინც რომ გამოვიდეს კასეტებზეც, იცი, იმიტომ რომ მაინც არის ხალხის კატეგორია, ვისაც უბრალოდ CD პლეიერი არ აქვს საქართველოში და
პრინციპში მაინც გადავწყვიტე რომ ძალიან პატარა ტირაჟით, მაგრამ კასეტებზეც არის, ანუ მაღაზიებში ყველგან იყიდება ახლა მე მგონი ეს ალბომი და შეუძლია ადამიანს შეიძინოს, ну ვინც კასეტებზე უსმენს და CD იყიდება პრინციპში ლიტერატურულ კაფეში მაინც მხოლოდ და ჯერჯერობით ესეა, იმიტომ რომ მაინც ცირა ჩავთვალე რომ არ მინდა ერთადერთი მამუკავა, აი უბრალოდ იმ ამოზე ის მოხდა, რომ იცი რა, ფასები ფაქტიურად იყო ძალიან მაღალი ალბომზე, იმიტომ რომ ჩემზე არ იყო დამოკიდებული რეგულირება ამ ფასის და როცა ის აღწევდა 20 ლარს, იცი და აღწევდა 22 ლარს რომელიღაც მაღაზიებში, ადამიანებს ეგონათ რომ ეს ირაკლი ჩარკვიანი ყიდის ძალიან ძვირად თავის ალბომს და ესე არ იყო, ეს უბრალოდ მაღაზიები ჩვენთან, ну, ხო იცი როგორც არის, რასაც უნდა იმას აკეთებენ. ამიტომ გადავწყვიტე რომ მაღაზიებთან არ მქონდეს ბევრთან კონტაქტი, მქონდეს ერთ მაღაზიასთან კონტაქტი და ვიცოდე რომ იქ 11 ლარზე უფრო ძვირი ეს ალბომი არასოდეს არ ეგერება. გაიყიდოს ცოტა, იყიდოს ცოტა ხალხმა, მე ავიღო ცოტა ფული, ოღონდ არ იყოს ეს მიუწვდომელი ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანისთვის, ვისაც უნდა ამ მუსიკის მოსმენა. იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო იყო, რაც აი წინა ალბომთან დაკავშირებით მოხდა, რომ რაღაც პრეტენზიები იყო ჩემდამი, რომ როგორ ირაკლი, აი გვინდოდა შენ ვიღაც პატარა გოგოები მეუბნებოდა, იცით მე თქვენი ალბომი ვიყიდე 25 ლარი და ეტყობოდა რომ ხო, ეტყობოდა რომ დედას მამას გამორთო ფული ბავშვმა იშიმშილა, ან არ იშიმშილა, მაგრამ თუ რაღაც მოიკლო, გესმის და ეს იყო ჩემთვის ტრავმა და ამიტომ გადავწყვიტე რომ უარი თქვა დავუშვათ იმ ფულზე, ხა ნუ ბევრ მაღაზიებში როცა ერთად იყიდება, გესმის ცოტა მეტ ფულს იღებ, ხო? უბრალოდ აი ეს საკითხი იყო ელემენტარულად და ამაზე უარი ვთქვი, იცი რა, ჯობია იყოს ერთ ადგილას, ვიცოდე რომ იქნება იაფი, ანუ ამაზე ძვირი არ იქნება და ჩემი კონტროლის ქვეშ იყოს აბსოლუტურად და არ აღემატებოდეს აი რაღაც გესმის ამ 11 ლარს და მით უმეტეს ალბომი ეს ყოველთვის ის მესიჯია, რომელმაც უნდა იპოვოს თავისი, ასე ვთქვათ. ხო, იცი მსმენელი და მე ხა არ არის ჩვენი ქვეყანა იმ მდგომარეობაში, სადაც ადამიანს შეუძლია რომ თავისუფლად 25 ლარი გადაიხადოს მუსიკაში, გესმის, ჩვენი ხალხი არის საშინაო მდგომარეობაში და ის 11 ლარიც ძვირია, მაგრამ ნუ ეს არის აი ის მინიმუმი რაც შეიძლება რომ პრინციპში როგორ რაღაცა ეს გამოვიდეს ეს რომ პრინციპში აი ეს შემიძლია რაც შემიძლია იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მე რო ეს უკვე ქსელში ასე ვთქვათ აი ეს დიდ ქსელში გამეშოდა ეს უკვე მაღაზიებს ქონოდა თამაზე თავისი რაღაც ნუ წარმოდგენა ამ ალბომზე და სუპერმარკეტებს ისინი რა თქმა უნდა დაადებდნენ ზოგი 10 ლარს ზოგი 15 ლარს და ეს იქნებოდა კატასტროფა ზუსტად იგივე რაც მოხდა ამასთან დაკავშირებით და ეს ფაქტიურად ჩემზე ამან იმოქმედა ნეგატიურად და პირიქით როცა უშვებ ალბომს გინდა რომ იმან რაღაც პოზიტიური მოიტანოს შენთან გესმის არ არის აქ მარტო კომერციაზე ხო ლაპარაკი ეს ხომ მხოლოდ ფული არ არის ეს არის აი ეს გრძნობა რაც გიბრუნდება შენ უკან შენი მსმენელისგან გესმის და აი ეს მომენტი იყო მნიშვნელოვანი ამიტომ გადავწყვიტე რომ სწორედ ერთ აი ლიტერატურულ კაფეში იყოს ცოტა მაგრამ იყოს ერთი და ფაქტობრივად რაოდენობას შენ თვითონ აკონტროლებ იმიტომ რომ მე რაღაცა ყველაფერს მე თვითონ ვაკონტროლებ იმიტომ რომ პროდიუსერებ მე თვითონ ყველაფერს იმიტომ რომ ნუ აი მაშინ ხო გახსოვს ქართულ ჩანაწერებთან მქონდა ურთიერთობა და ფაქტობრივად ბასა და გიორგი პროდიუსირებდნენ იმ წინა ალბომს და ეხლა აი ამ პროექტს უკვე მე თვითონ ჩემ თავზე ავიღე პროდიუსირების მხარე და ამიტომ გესმის რაღაცნაირად უფრო კონტროლირებადია ფაქტიურად აი ეს მომენტი რომ ვიცი ზუსტად ყველაფერი ამის შესახებ როგორც ხვდები და აქაც პრინციპში ესე წერია რომ ნუ ფაქტიურად სულ ყველაფერი შენ ხარ იმიტომ რომ ყველაფერი ირაკლი ჩარკვიანი წერია და მე და კეთათო ვაკეთებ ყველაფერს იმიტომ რომ ვიცი რა არის ალბომი თავისთავად ჩვენთვის არის ხელოვნების აი როგორ გითხრა ეს რა შეიძლება მოგინდეს დავშოთ დიზაინის შეცვლა რაღაც მომენტში შეიძლება მოგინდეს რაღაც ახალი რაღაცის თქმა შეგიძლია შენ გაქვს შანსი როცა შენ ხარ პროდიუსერი რომ ყველაფერი შეცვალო იმიტომ რომ ეს უკვე ნებისმიერ რაოდენობაზე ნებისმიერ დროს ნებისმიერ რაოდენობაზე შეცვალო გამოუშვა 100 ცალი დავშოთ აბსოლუტურად სხვა დიზაინი ეს შანსი როცა გაქვს ადამიანს გესმის უკვე სასიამოვნოა მუშაობა ეს ძალიან საინტერესო არის აი მაგალითად მე რო შემხვდეს იგივე ნუ ლიტ კაფეში იგივე აი ეს ალბომი შენი აი იმას ნამდვილად ეს მე მაჩუკა ირაკლებთან მეორე ნამდვილად ყურეცი რა არის იმიტომ რაღაც ცვლილებები ყოველთვის ხდება ადამიანში იცი დრო მაინც თავის კორექტივები შემოიღო შეიძლება მოგინდეს სხვა ნახატი დაახატო და არ უნდა კონდეს ის პრობლემა იცი რომ აი
მე ამას ვერ ვაჩვენებ ჩემს მენელს დავუშვათ. იგივე შენ ახალ ნახატ, რატომაც არ შეიძლება მოგინდათ რომ რაღაც მუსიკალური კომპოზიცია ჩაამატო შენ ალბომში დავუშვათ და გამოუშვა ეს მუსიკალური კომპოზიცია უკვე და რაღაცნაირად აი დანამატი ან შვილი გაუჩნდეს ამ ალბომს ასე ვთქვათ ან სინგლი შეემატოს რაღაც. ანუ აი ეს თავისუფლებას გაძლევს ის მომენტი, როცა შენ თვითონ პროდიუსირებ შენ პროდუქციას და აი ეს პოზიტიური ამ თვალსაზრისით. აი ექსპერიმენტების კეთება ალბათ არ გეშინია, ხო? ხო, არა, იმიტომ რომ მე მიყვარს ექსპერიმენტების კეთება იმ თვალსაზრისით, რომ მე არა მაქვს გათვლილი, ჩემი მუსიკა არ არის იმდენ კომერციული, რომ მე მეშინოდეს დავარღვიო რაღაც გარკვეულწილად, იცი რა ის კლიშეები, რომლის გამოც მე ვიყიდებ. მე არ მაქვს ესეთი კლიშეები, რის გამოც ზუსტად დავშვათ იძულებული იყო რომ იგინატვარა რაღაცა ვითამაშო აი ესეთი რომ გავიყიდო თუ ამას არ ვითამაშებ არ ანუ გაყიდვის პრობლემა მე არ მაქვს ჩემი პროდუქცია ყოველთვის იყიდებოდა საქართველოში და იმედი მაქვს კიდე ყოველთვის გაიყიდება იმ რაოდენობით რა რაოდენობითაც იყიდება ანუ მე არ მინდა არც მეტი და არც ძალიან ნაკლები ხო და რაღაც ერთგვარ ბალანსში მოხდა ხო იცი რა არის მე არ მქონია პრობლემა იმის რომ დავში ჩემი პროდუქცია არ გაყიდულიყო ანუ სულ ყოველთვის იყიდება ჩემი პროდუქცია ამ წლების განმავლობაში მე დავაკვირდი რომ ეს არის აი ისე ნორმალური გაყიდვიანობა ასე ახასიათებს ამ პროდუქციას და ამიტომ პრობლემა არ არის ეს მის რომ ეხლა ну რა ეხლა რაღაც 5000 6000 ლარით მეტი რაღაც ახლა ამაზე არ ვფიქრობ უბრალოდ იმიტომ რომ ჯობია რომ იყოს ზუსტად ის რაც მე მინდა ვაკეთო ზუსტად ის რაც მე მინდა და მე არ ვფიქრობ დავშო დიდ ბიზნესზე იმიტომ რომ მუსიკა დიდი ბიზნესი საქართველოში საუბედუროდ დიდი ხანი ალბათ ჩვენ ამ თემაზე დაუბრუნდებით ეხლა პატარა თამაში ну თამაში რაში მდგომარეობს ყოველ შემთხვევაში რომ მოიგო პრიზ დისკი არა ვერც პატარა ვერ მოგცა უბრალოდ ჩვენ გაჩვენებთ ასე ვთქვათ შენი ვიდეოდან, ну, ერთ-ერთი კლიპიდან, რაღაც პატარა 10 წამიან ნაწყვეტს და ну, იმედია გამოიწვა. აბა ვნახო. აი რა კადრია საერთოდ. Wooden monkey, take me from here, wooden monkey. ეგარი? აი არ ვიცი, აი რეჟისორს უნდა ვკითხა ახლა. I know you are real, wooden monkey. კომპოზიციის სახელწოდება Wooden Monkey, ანუ ხის მაიმუნი. Wooden Monkey ირაკლი ჩარკვიანის პირველი სინგლია. ეს სიმღერა მის პირველ ალბომშია შესული. წარმომავლობის თუ სხვა მოსაზრებების გამო ირაკლიმ ალბომს Swan Songs, ანუ სვანის სიმღერები დაარქვა. სხვათა შორის Swan Song-ი ოდნავ განსხვავებული დამწერლობით ქართულად დედის სიმღერასაც ნიშნავს და ამ სახელწოდების კომპანია Led Zeppelin-ის დისკებს გამოსცემდა. ირაკლი ჩარკვიანის ალბომის Swan Songs 1993 წლის ბოლოს და 1994 წლის დასაწყისში 3 თვის განმავლობაში იწერებოდა გერმანიაში, ქალაქ კელნში. ალბომის პროდიუსერი ქართული შოუ-ბიზნესისთვის ნაკლებად არის ცნობილი. სერათინა კაუსმა ირაკლის მხოლოდ ერთ ალბომს გაუწია პროდიუსირება და უფრო მენეჯერის ფუნქციებს ითავსებდა, რადგანაც ირაკლი ჩარკვიანს კატეგორიულად არ სურს არტ-პროდიუსერის ყოლა. Swan Song-ში 11 კომპოზიცია შედის და მათგან მხოლოდ Wooden Monkey-ა უცხოენოვანი. ამ ალბომიდან ირაკლი ჩარკვიანისთვის ყველაზე საყვარელი სიმღერაა გვარდია. Tell me, war is over. War is over. War is over. War is over. ახლა დილა ნასუშნი ასე ვთქვათ დაუბრუნდეთ ისევ ჩვენს ქვეყანას ჩვენს აი მოვლენებს ნუ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა და ჩვენ საუბრობთ აი ხა ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ აი საქართველოში ასე ხდება ასე ვთქვათ დიდი შოუ ბიზნესი მუშაობს თუ არ მუშაობს აი ბოლო ალბომში ნომერ პირველი კომპოზიცია არის კლავ საქართველო ეს
სინგლი, მე მგონი კლიპიც გააკეთა იმან. საქართველოს ამ დრო ქვია. დრო ქვია. ხო, ამ შემთხვევაში ხო უკაცრავად. ის მიმართულება უბრალოდ საქართველოს მიმართულებით დრო. ხო, ტექსტი და ეს სხვა არის. თუმცა სტრუქტურალურად ეს რაღაცა კონცეფცია ფაქტობრივად რომელსაც მე მივიღე. ხო და აი მინდოდა მეკითხა, რომ რატომ მოხდა ასე ვთქვათ რის თქვა გინდოდა რომ აიღე ეს სიტყვაზე საკმაოდ ცნობილი სინგლიდან ეს მთელი სტრუქტურა და დრო შექმნა. იცი რისი თქმა მინდოდა რომ ფაქტობრივად დადგა სხვა დრო საქართველოში. აი ამის თქმა მინდოდა და დადგა ის დრო, როდესაც პრინციპში ჩვენ შეგვიძლია ალბათ უფრო დემოკრატიულები ვიყოთ. იცი რა არის, აი გარდაქმნებმა ფაქტიურად, რასაც ჩვენ ყველა მე მგონი ხელი შევწყვეტ, მე ყოველ შემთხვევაში ძალიან მონდომებული ვიყავი, რომ რაღაც ახალი დაწყებულიყო საქართველოში და ხელს უწყობდი ამ ყველაფერს, რამდენადაც შემეძლო. აი ამ პრინციპში ამ ფაქტმა, რასაც ვარდების რევოლუცია ქვია, როგორც მოინათლა ფაქტიურად ეს ივენთი, ასე ვთქვათ, ინგლისელები რო ამბობენ, მე მგონი საქართველოს მისცა ახალი შანსი, ანუ საქართველოს მისცა ახალი შანსი გამოავლინოს საკუთარი თავი და გახდეს მსოფლიო დროის ნაწილი, რომელშიაც ფაქტიურად ჩვენ ახლა ვიმყოფებით. მე მაინც მგონია, რომ რაღაც დონეზე წინა ფორმაციაში ჩვენ უფრო მოწყვეტილები ვიყავით დროს და უფრო აკუმულირებულები ვიყავით საკუთარ თავში და ეხლა ალბათ უფრო გახსნილები უნდა გავხდეთ მსოფლიოსთვის. ანუ აი ეს კონცეფცია სწორედ რომ საქართველოში გაჩნდა ახალი დრო. ხო. აი ეს იყო ფაქტიურად ეს იდეა, რომელიც განახორციელა როგორც პირველი სიმღერა ამ ალბომში. ანუ დადგა დრო. ჩვენ ხელოვნებაში საკმაოდ საინტერესო ასე ვთქვათ, ზურები უნდა მოხდეს, ხო, რაღაც გარკვეულწილად ძალიან. მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ არ შეიძლება არ იმოქმედოს როგორც ყოველგვარმა სიახლე, მიცი, ამ სულიერებაზე ძალიან დიდ გზეგავლენას ახდენს პოლიტიკა. ეხლა არ ვიცი საუბედუროთ თუ საკეთილდღეოდ არის, მაგრამ ესეთი გრანდიოზული ცვლილებები ფაქტიურად სადაც იცი რა ხდება სერიოზული შეცვლა. რაღაც აი იცვლება ერთი სპექტრი პოლიტიკური დავუშვათ მეორეთი ძალიან ისე რა უცებ. ეს ყოველთვის მოქმედებს, რა თქმა უნდა, ერის სულიერ სხეულზე და მის სულიერ განვითარებაზე. ამიტომ ამან გარკვეულწილად რაღაც შედეგები უნდა მოიტანოს და აი ეს შედეგები ალბათ გამოჩნდება თანდათან, ანუ ეს არ არის ისე, რომ უცებ მოხდეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტობრივად ეს ცვლილებები აისახება მუსიკაშიც, აისახება პოეზიაშიც და ჩვენ ამის მომსწრენი გავხდებით, რომ დაიწყება რაღაც ახალი ციკლი საქართველოსთვის და საქართველოს ხელოვნებისთვის სულ მალე. და ნუ თავისთავად ეს ამ პროცესს ყოველთვის ადამიანები, ავტორიტეტები, პიროვნებები მართავენ და ზუსტად ისევ მინდა დაუბრუნდე იმ თემას, საიდანაც დავიწყე ჩვენ საუბარი, ფაქტობრივად, ნუ ფავორიტიდან, ხო, ჯიმ მორისონი, როგორც კულტი და თუ დასავლური სამყარო, საკმაოდ განებივრებული, ნუ ახლა ვერ ვეთქო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არ არის ესეთი მონო შემთხვევები, მარტო ერთი და ორი. საკმაოდ ბევრნი არიან, ვინც ქმნიან კულტურას, ვისაც ასე ვთქვათ, საზოგადოება გარკვეულწილად მოყავს არამედ თავისკენ, არამედ საერთკენ, ნუ სადღაც მიყავს, ანუ ყოველ შემთხვევაში თავაზობს გარკვეულ ბილიკებს გზას. აი ჩვენთან ეს ფაქტიურად ეს კულტურა ჩვენ სამწუხაროდ გავიარეთ, ანუ გვერდი აგვიარა 60-იანმა წლებმა, ნამდვილად, მაგრამ აი ახლა ვერც ვერ ვხედავ, ვერც ლიტერატურაში, ვერც იმაში აი ეს, ნუ ყოველ შემთხვევაში გარდა იმ ცალკეული რაღაც გამოვლენისა, ისეთ რაღაც სერიოზულ ფიგურებს, მაინც როგორ გონია რისი ბრალია. იცი რა არის მე მაინც გონია რომ ეს არის ძალიან სერიოზულად მაინც ჩვენი გარკვეულწილად კონსერვატიზმის ბრალი ჩვენი საზოგადოების, იმიტომ რომ ეს ჩვენი ბრალი არ არის, ანუ ეს არის ჩვენი ისტორიის ბრალი, რამაც განაპირობა ჩვენი კონსერვატიულობა და ჩვენი ჩაკეტილობა ერთის მხრივ. და ფაქტიურად იცი რა არის გამოსავალი აქედან არის ერთადერთი დრო, აი სწორედ პირველი კომპოზიცია, რომ გარკვეულწილად დრო სჭირდება იმას, რომ ჩვენ გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ არა ვართ ნაკლები, ვიდრე ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ ვართ ევროპელები, მაგრამ ეს ევროპელობის შეგრძნებაა მთავარი და არა ამის დეკლარირება. ეს აი ამაშია, აი ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი და თანამედროვე ხელოვნებაში იცი მე დაგეთანხმები, რომ შენ ძალიან პრინციპში იშვიათობაა, საერთოდ გამორჩეული ხალხი მსოფლიოშიც იშვიათობაა, ანუ ეს არ არის ესე
კი შენ კი ამბობ რომ განადგურებულები არიან დასავლეთში, მაგრამ იქაც ცოტა ნუ, არის იქაც ცოტაა, მაგრამ, ადამიანები, ნუ, არის. ვინც სერიოზულ კულტურას ქმნიან და ვინც სერიოზულად აჩვენებენ მართლა გზას. იმიტომ რომ პოლიტიკა ფაქტობრივად მუსიკა თავისთავად ხელოვნება ეს თავისთავად პოლიტიკაა უკვე ის განაპირობებს გარკვეულწილად იდეოლოგიას ერისას. ჩვენთან უბრალოდ ისე იყო აღქმული, რომ ეს იგნორირებული იყო როგორც პოლიტიკა. ანუ პოლიტიკა იყო პოლიტიკა მხოლოდ და მუსიკა და დაუშვათ პოეზია ეს არ იყო პოლიტიკა და ეს მე მგონი ახლა დაახლოებით ესე, იმიტომ რომ პოლიტიკაა და მუსიკა არსებობს, ნუ ძირითადად იმისათვის, რომ ამ პოლიტიკური მამუკა ისე ძალიან პრიმიტიულად გეტყვი, რო არ ყოფილიყო რეაქტიული კლუბი, აი ძალიან მე ჩემ თავზე არ მინდა ავიღო ეს პირდაპირ ჩემი დიდი დამსახურებაა რაღაც ქართულ კულტურაში, მაგრამ რო არ ყოფილიყო ის დემოკრატიული ძვრების სულიერებაში ქართულში და 90-იან წლებში და აი იმდენი ლექსი თუნდაც დაწერილი და იმდენი სიმღერა ნამღერი, უბრალოდ აი ვარდების რევოლუცია არ შედგებოდა როგორც ასეთი. ანუ ხალხი მომზადებაში უდიდესი წვლილი შეიტანა დაუშვათ იგივე ქართულმა როკ-ენ-როლმა, რომელსაც არ აღიარებენ იმდენად რამდენადაც ჩვენთან არ. ანუ შეიტანა ძალიან ბევრი წვლილი ძალიან ბევრმა ხელოვნების მოღვაწემ, რომელიც დღეს არც კი ჩანს მათ ყურადღებასაც კი არ აქცევენ და გონიათ რომ პოლიტიკოსებს ალბათ გონიათ დარწმუნებულები არიან რომ მათ მოახდინეს მხოლოდ ეს რევოლუცია და ამაში არავითარი წვლილი სხვას არავის არ მიუძღვის, მხოლოდ ერთმა პარტიამ გაიმარჯვა და მხოლოდ ის არის მაგარი და აი ეს ხალხი ვისაც ესე გონია, ისინი ძალიან მწარად ცდებიან და ისინი ძალიან ჩქარა მიხვდებიან რომ სწორედ ეს ყველაფერი მოიტანა იმ ხალხმა ვინ ხალხმა ვინც აკეთებდა სულიერ კულტურას უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში და ესენი იყვნენ პოეტები, რომლებიც ძალიან ბევრი გაიქცა აქედან, ძალიან ბევრი მუსიკოსები, რომლებიც გაიქცნენ, მაგრამ ბევრნი დარჩნენ, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად შევქმნით ეს ქვეყანა. ანუ ეს არ არის რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ შექმნილი ქვეყანა, ან ვინმეს მიერ მოგებული რევოლუცია. ეს არის ხალხის ჩვენი მონაპოვარი, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, აი ეს თავისუფლების ხარისხი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, ეს არის ჩვენი ყველასი ძალიან დიდი დამსახურება. ეს არ უნდა დაავიწყდეს ჩვენ პოლიტიკოსებს და აი იმ წამს, როცა მათ ეს დაავიწყდებათ, იმავე წამს ისინი დაავიწყდება ხალხს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ამაზე ყველამ უნდა გაამახვილოს ყურადღება. მე ვამბობ იმ ხალხზე, ვინც პოლიტიკაშია, იმიტომ რომ იქ იცით როგორ არის, იქ უფრო ინტრიგულია ის თამაშები, უფრო ჩქარია. ამიტომ იცით მათ გონიათ რომ ეს ძალიან ჩქარა ხდება და ეს მხოლოდ აი მომენტალურია და მათი გადაწყვეტილებების მიღებით მოხდა ძალიან დიდი რაღაცები და ამ დროს ეს მზადდებოდა საქართველოს 4 წლის წინ იყო დაწერილი და ჩვენ მოვიგებთ ომს, ეს იყო 4 წლის წინ ნათქვამი, მაგრამ 4 წელს დასჭირდა ამის განხორციელებას. ამ სული იმას რომ ამ სულიერებას რაღაცნაირად მოეგო და განედევნა ის ძველი, რომელიც განიდევნა ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რაც განიდევდა, როგორი დაკონსერვებული და რა სიდიდის ჭაობთან ჰქონდა ჩვენ საქმე და ის ხალხი, ვინც ამას არ აღიარებდა დღეს რო გონია რომ მხოლოდ მათმა სიმამაცემ, ასე ვთქვათ, მხოლოდ და მათმა ქარიზმამ მოიგო ომი, ისინი ძალიან წარაცდებს. სინგლი როცა მომიტანეს, ზუსტად აი კარგად მახსოვს თვითონ ის ფრაზა, მე ზუსტად აი მაშინ მენიშნა, აბსოლუტურად გეთანხმები ამაში. სიმღერა საქართველოში არის ესეთი ფრაზა და ჩვენი ბავშვები ნახავენ, არა, და ბავშვები ნახავენ, რომ ჩვენ ოდესმე მოვიგებთ ომს. ჩვენ მოვიგებთ. ჩვენ მოვიგებთ. ხო, და ამაშია საქმე, იცი რა, ჩვენ უბრალოდ უნდა დავაკვირდეთ დინებას ყოველთვის, როგორ მიდის კულტურა. ამიტომ მინდა ხოლმე, რომ ჩვენ აი მთავრობამ დავუშვათ, იცი რა, მათ არ ცალიათ და ესენი ებრძვიან კორუფციას და ესე კულტურა არის გადამწყვეტი. იმიტომ კი არ არის კულტურა გადამწყვეტი, რომ ჩვენ მხოლოდ გართობა გვინდა და ცეკვა თამაში. კულტურა არის გადამწყვეტი, იმიტომ რომ ის ქმნის აი იმ ხალხს, ვინც ეს ომი უნდა მოიგოს. და აი ეს როცა ეგრე შუქურაც და გზაც. გზაც, ეს ორივე ერთად. და ამიტომ მე ვთვლი, რომ პირველ ყოვლისა იგივე პრეზიდენტმა, იგივე იმ ხალხმა, ვინც მის გარემოცვაშია, ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს სწორედ კულტურის განვითარებას, თანამედროვე ქართული კულტურის განვითარებას. ანუ პრიორიტეტული უნდა იყოს თანამედროვე ექსპერიმენტული ქართული კულტურის განვითარება, იმ კულტურის განვითარება, რომელმაც მათ მოაგებინა ეს ომი, რომელიც მათ მოიგეს.
და არ უნდა იყოს შენ დაყრუებული შენი გამარჯვებით და დაბრმავებული შენი გამარჯვებით და არ უნდა გეგონოს რომ მარტო შენმა ქარიზმა მოიგო. ომი ჩვენ თაობები ვამზადეთ ამისთვის ჩვენ იგივე მეკოთე ყოფანე ძალიან ბევრმა ხალხმა რომ ჩვენ ეს ომი მოგვეგო, ანუ ჩვენ გამხდარიყავით დემოკრატიული ქვეყანა. ძალიან ბევრი დავხარჯეთ ენერგია და ცხოვრება ჩვენ ამაში. და ამიტომ ეს ხალხი ქმნის ფაქტიურად ამ კულტურას, ეს ხალხი ქმნის ამ პოლიტიკას. და ეს ხალხი შექმნის ყოველთვის ამ პოლიტიკას, თორემ თვითონ პოლიტიკოსები ისინი მოვლენ და წავლენ. მაგრამ ხელოვნება და სულიერება მარადიულია. ჩვენ ახლა ვნახავთ თუ როგორ ქმნის ირაკლი, ანუ იმ პატარა ატრიბუტებსაც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ყოველ შემთხვევაში მისი შემოქმედებისათვის და საერთოდ. ეს ჩემს საყვარელი კლავიშია. ბოლო ალბომი ძალიან ბევრი კომპოზიციაა. თითქმის ყველაფერში ხმარება, ეს ჩემს საყვარელი მიკროფონი არის. რო იტალიური ეს არის აპარატურა, შეგერებით ეს ყველაფერს დაეკერებს ეს იტალიური. ეს ჩემს საყვარელი. 10 წლის არის. Hollywood guitars, for sharing guitar. Hollywood. I'm champs of all the Sagani and it's a sad stage. I asked Takana Motakhimuda to down over it's able to dance with all the circle of the garden. It's very short, you just want to get there. და ბოლოს აი გადაცემა დასასრულს უახლოვდება. ჩვენ გვექნება კიდევ საშუალება რომ ერთი მუსიკალური ნამუშევარი ვიხილოთ ირაკლის, რომელიც თვითონ ამოირჩია თუ რა რით უნდა დაგვთავრებინა გადაცემა და ნუ თავისთავად მიჩნდება შეკითხვა, იმიტომ რომ ამ კლიპის სიმღერის ავტორის ტექსტის ყველაფერი შენახავ და პლუს კიდევ რეჟისორიც. შენ თვითონ გადაიღეთ და ესეც ერთგვარი სავსეს წინამორბედი არის ხო, იმიტომ რომ და რატომ მოხდა მასალა ქონდა თუ სპეციალურად არა სპეციალურად გადავიღე ეს მასალა, იმიტომ რომ თვითონ კონცეფცია ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ეს კონცეფცია ჯერ კიდევ აქტუალურია, იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც ცოტათი ბრმა არის და ყრუ არის და ვერ ხედავს კარგად მოვლენებს, მათ უსაფრთხოება მოკიდებთ ხელს. აი ეს არის ის კონცეფცია და მე მათ ვერ დავიცავ ვერასოდეს, იმიტომ რომ ეს სამართლიანობა ფაქტიურად ეს სულიერება არის სამართლიანობა, რომელიც საქართველოში მოდის ილია ჭავჭავაძეს უამრავი ხალხი ყოლის ამ სულიერებაზე მუშაობდა, ეს არა ვარ მხოლოდ მე და რამოდენიმე ადამიანი, თანამედროვე პოეტები და მუსიკოსები. ეს ოდითგანვე მოდის ეს ცენტრალური სულიერება, რომელიც ყოველთვის წინააღმდეგობას გაუწევს ყველანაირ ტყუილს, ყველანაირ ამბიციებს, ყველანაირ ქარიზმატულ სიშტერეებს, ვიღაც სხვადასხვა ტიპის ადამიანების. ეს არის ის ცენტრალური სულიერება, რაც არის საქართველო. ანუ საქართველოს წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა და თუ კი წავა, ის წააგებს ამ ომს და მას მოკიდებს უსაფრთხოება ხელს და წაიყვანს იქ, სადაც ჯერ არის. აი ამაშია სწორედ აი ამ კლიპის მთავარი დედა აზრი. ამიტომ მე მათ ვერ უშველით, ჩვენ მათ ვერ უშველით, მათ წაიყვანენ უბრალოდ ამ ქვეყნიდან, ანუ იმ ცენტრალური სულიერი საქართველოდან, რომელიც უნდა გადარჩეს აუცილებლად და უნდა გადარჩეს ყველასი ჩვენი ძალისხმევით. ყველა იმ ხალხისა, ვინც ქმნის სულიერ კულტურას და თუ ამაში შემოგვიერთდებიან პოლიტიკოსები და დაგვეხმარებიან ამ სულიერი საქართველოს, ახალი სულიერი საქართველოს შექმნაში, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მადლობლები ვიქნებით. იკითხეთ ირაკლის ჩარკვიანის ალბომი სავსე და ბევრ შეკითხვაზე პასუხი თუ ვერ მიიღეთ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ყოველ შემთხვევაში მუსიკით მაინც დათქვევით. ხო, ან იცეკვებთ მაინც. ან იცეკვებთ მაინც, ბოლოს და ბოლოს. დიდი მადლობა ირაკლი. ალბათ ძალიან ისურვებ.
დიდი და მადლობა. კიდევ არაერთხელ შევხვდებით. ხო, იცი რა, მე ძალიან გამიხარდა თქვენთან სტუმრობა და გისურვებ წარმატებებს, იმიტომ რომ მე მინდა რომ ბევრი იყოს ისეთი გადაცემები, სადაც საერთოდ მუსიკაზე იქნება საუბარი და ეს სწორედ ის გადაცემა, სადაც მუსიკაზე ვლაპარაკობთ და ვლაპარაკობთ საერთოდ ქართულ თანამედროვე კულტურაზე. ამიტომ დიდი მადლობა ამ გადაცემისთვის თქვენ. Adios amigos, შევხვდებით კარგად კვირას იღალოს 12 საათზე. Მითხახან ძრემლიანი ქალაქში ნუიჯამ სისხლიან ტუჩს მე დღეს ვერ წადიყვან სახლში მე დღეს ვერ მოგცემ გულს მე ვერ დაგიცავ უსაფრთხოება მოგკიდებს ხელს მე ვერ დაგიცავ უსაფრთხოება წაგიყვანს დღეს ნუ ეტყვი საყვარელ დედაც რომ ცდა მოთმენად ღირს რომ წენას შენს ვერავინ ბედავს რომ შენ უყვარხარ გვირს მე ვერ დაგიცავ უსაფრთხოება მოგკიდებს ხელს მე ვერ დაგიცავ უსაფრთხოება წაგიყვანს დღეს Hey, 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 hey. Hey, 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 hey. Hey, 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 hey. Hey, 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 hey.